ნიკა, რას აკეთებ? სწავლობ. რას? ისე მოქცევას რომ ხალხს ეგონოს რომ ვითომ სწავლობ. ნიკა, ნუ იძახი რაღაც სისულელებს, მიდი იმეცადინე, გამოცდები გაქვს შესაბარებელი. კაი. თან იცი რა მითხრეს? თუ არის სწავლი ჩაგტოვებთო. ეგენი იმდენს იზავენ რომ მართლა მასწავლიან მე რაღაცეებს რა. ძალიანაც კარგი ჩავაბარებ გამოცდებს. ვერაფერსაც ვერ ჩავაბარებ, ხელს მიშლით. აუ ელენე, ისე ხელის შეშლაზე გამახსენდა და იცი რას ვფიქრობდი? ბინა ხომ არ ვიქირაო თქო. ისე ეგ არ არის ცუდი იდეა. არა თეკლა, შენთვის რომ იყო მარტო. თეკლა, ახლა მარტო ცხოვრობს და უთხარი ერთ ოთახს მოგაქირავს. და მორჩი ახლა მაიმუნებას და იმეცადინე, ესე რანაირად მეცადინეობ, საერთოდ არ უყურებ წიგნს. კაი. გამოიგონა იმ კაცმა გამოცდები და წავიდა ქვეყნიდან. ჩვენი პატარა ძალიც მოვიდა. დაიწყო რა, მან დილიდანვე დაიწყო რა. რამდენი ხუმრობა გაქვს მომზადებული? ბევრი 1-20-მდე. მე 12. 4-5 მეც მაქვს. დიანა, ეს რა დღეში ჩამაგდე რა დღეში მაგრამ დიანა რა თქვენ? თქვენ ხო მე იმას ვამბობდი რომ გულის ფორმის და ყვავილის ფორმის და ღრუბლის ფორმის საჩუქარი არ მიდამეთქი და თქვენ კიდე გააქარე და ბეჭედი გლიჯეთ იმ საჩუქრის ხუთში. ვაშა და ის რო უთხრა რომ 4 ცოლი ყავდა იქ მაგ შემთხვევაში უთხარი და 5 ჩემი ბედნიერი ციფიაო გაუხარდა და გახარებული დაიწყო. ვაშა შენ ქორწილი მაინც არ აქცდება. უბრალოდ შენი გათხოვება. შენ გაჭერდი, რამდენი წელი იქნებ ერთი გამაგებინე, ა? ვინ არის ეს უზრდელი ბავშვი მეორე არ მინახავს მე ელენ. და საერთოდ სამივეს გიგრძალავთ ჩემზე და დიანაზე საუბარს. გასაგებია? კარგი, ვაშა დაწყნარდი, ხმას აღარ ვიღებ. ნიკა, რძეს დალევ. თანახმა ვარ. წესიერად მეთქი გითხარი შენ. რა? რა მინდას მოგცემი? ხო, მართლა ხალხო დღეს ბორშის გაკეთებას ვაპირებ და თუ ვინმე წინააღმდეგია ან ახლავე თქვას ან არასდროს. რატნაირი ხორცი უყიდია ეს? თვითონ არ უნდა ჭამოს. ამას კიდე და უმთავრები ამას დაუმთავრდეს სიცოცხლე. მესმის. მე როგორც მისცესია დააწერე ცოტა სწრაფად ამდენ დრო მაგ ზუზოზინო. მოატრიალე ეს სწრაფად კარგად არ გატარდება და გაფუჭეთ ხორცს. მოგატყუე, შეგეშინდა? შემეშინდა, გაგისკდა, თითები ჩაყვამეთქი. მე ძვას ვერ ატარებს ეს დანა და გააფუჭებდა დანას გვალი. მაგის დრო მაგ ახლა დანის გალესვის. გავხერე. აგძელე. დავიღალე, უნდა დავიშვე. მე დაიშვენე, ვინ იხარ არ დაიშვენე. მოდი თან დაიშვენე და თან ეს გადაარჩიე. ლაშამ ბარში შემოიტანა, გასარჩევად მე კიდე არ წამოვიღე. იცი რა ქენი, თეთრები აქე დააწყე ინდირასათვის. შავები კიდე იქით, მოიცა ჯამს მოგიტან.
მიდი, მუზოზინობ. შენი შვილიშვილისთვის მინდა, ჩემთვის კი არ მინდა. არ გინდა ბარის გუზინაყი გავუკეთოთ, ახალწელს უგუზინაყოთ ხوار შეხდება. რა საკეთებ, შეჭამე ცეცხლი ბარს უკმას აფეთქები და მიწუზე შენი მუწელი ამოიყორო. ბატის! ბარისთვის გადარჩეულიდან შევჭამე ცოტა. მე მითხარი, რაზე მალანძღინებ თავს, მართლა გასალანძღე. აჩერდი მეთქი ელენე გეუბნები შენ მე. კიდე. მან ჩემი ისტორიის წიგნებს მომაწყდე რა. აი სპილოს ქვეშა. ფონიკა მე დაკავებული ვარ არცალია და აგერ არის მონახთისა ლაშა და იმას თქო. ეხა მართლა ეკლა გაჩერდი მეთქი გეუბნები რა. გაჩერდით და საერთოდ ნუ ლაპარაკობ ჩემზე და დიანაზე გიგრძელოთ ლაპარაკს. დიახ, საერთოდ რა დღეში ვარ და დამცინეთ კაცო. არ ვიცი იმაზე ფიქრობ როგორ მოვიკლა თავი საერთოდ გადავხტები აი უნიდან. შენ თავს ვერ მოიკლა. რატომ ვითომ ვაშკაცობა არ მეყოფა? არა, მოაჯირს ვერ გადააბიჯე. შე კარგად გადავაბიჯებ. ისა ლაშა, ციხეში რომ ჩაჯდე და ისე დაემალო დიანას ერთი 15 წლით. მე ისეთი ბედი მაქვს შემიწყალება რა ან დიანა დამელია. არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა არ შეიძლება რა ვიცი რა ვიშო წერილს დავწერ ჩემს სათქმელს ყველაფერს დავწერ წერილზე ფურცელზე ანუ რა მე მივცემ და გამით გაიყვება ყველაფერი არა ისე წერილი კარგი აზრია მაგრამ მე მივცე თუ მიუტანს ვინმე შამნიკა წერილს მიუტან დიანას ვარშავიძე ქალი შენ მაინც თავს არ დაგანებებს და თუ წერა გიდაგერ მათემატიკის დავალება მოგდა წერდა და დამიწერ. ვინ არის ეს ბავშვი ელენე? ვინ არის ეს ასეთი უზრდელი მე მეორე არ მინახავს რა. და საერთოდ იცი რას ვიზა? წავალ კაფეტერიაში იქ მოვიფიქრებ ჩემთვის და ეგს დავწერ და არავის დახმარება არ მჭირდება. სადაც იმახის გასაგები. დარწმუნებული ხარ რომ არავის დახმარება არ მჭირდება? დიახ, დარწმუნებული ვარ არავის დახმარება არ მჭირდება. დარწმუნებული ხარ? აბა გასათხოვარი ბიჭები დავდექით. აი ხო გითხარი, აი უნის მოაჯირს ვერ გადააბიჯებს ხო? ჩამოვექვიჩო. გამარჯობა ბატონო ფრიდონ. ეს მზარეულის როლი მომცეს და რატო მოგზაურებულ ხარ პროფესორო? ჯერ სანამ მაგას გეტყოდეთ ის მითხარით ახალი გასკვრა როგორ მუშაობს. რო გითხრა კარგად მუშაობს ხო მადლობა უნდა გითხრა და ისე რა არა უშავს. და იმზარი სახშია? არა ბაზარში წავიდა. მალე მოვა? რა ვიცი გუშინ წავიდა და ჯერ არ გამოჩენია. შენ გეტყვი. მითხარი? იმ კაცმა პასუხი მოგწერა. აინე? პასუხა? იპასუხება თავარა იქნებოდა იმა ხო არც ნუნურო ხარ და ისეთ სურათი გიყენია და ისეთ ფეხები გაქვს რომ კინაღა მე მოგწერეთ. აინე რა ვქნა ახლა? რა ვიცი, თქვენც უნდა მიწეროთ, უნდა უთხრათ რომ ნუნუ ხართ. ვაიმე არა, როგორ უთხრა ნუნუ არა შემძლია არა. არა ვერც ვერ მიწერე, ასუ დავიბენივე მე არ ვიცი რა ვქნა. მიწერე რომ კარგად ხარ. გმარი ყავს, შვილი და მონა. მონა შენ დაჭდა მომიდომა მონობა. გაკეთე შენან. არა, უნდა მიწეროთ რომ ნუნუ ხართ მაგრამ. არა, ვერ მიწე. რას ქვია ვერ მიწერე? აბა როდემდე უნდა ეგონოს, როდემდე უნდა ატყუო რომ მოცეკვავე გოგო ხარ. აი მე ხანდახან კეთყვი ხოლმე ხო იცი შენ სიმართლეს ფრიდონ შენ გაგიხმეს ეგ თავი. მიწერ, მაგრამ არ მიწერ რომ შვილი ყავს ჩემი ინდირა. მომეცი მე თან მიწერ, მომეცი. მომეცი ისე მოსაგარი მამა. ეს არის მახო მა. ეს არის ეგ. ნა. მოწერწოც ნა. ეს არის ხო? ხო. მოდით რა ვქნეს და მე მივწერ თქვენ მიკანახეთ და. კაი. პატრონმა ფრიდონმა ნიგზით მომამარაგოს. ბატონო. სუდებიდან მიაწოდე.
ნიკა, მიდი და ხელები დაიბანე და ვაშლი ჭამე. გამოცდებისთვის ვიტამინები გჭირდება. ვიტამინები კი რა, ტვინი მჭირდება. ნიკა, მიდი დღეს ისედაც არაფერი არ გიჭამია. მიდი დაიბანე ხელები. რა, დილიდან ამას ვიწერე, ხლა როგორ დავიფანო? ლაშაბეძია, შენ ხარ თუ პროფესორია? მე ვარ თეკლა ვარ. აუ, ამ სახში კიდე რა ხდება რა? დედა, აბაზანა დაკავებულია და გთხოვ დავიღალე მეცაინობით და ცოტაში თამაშებ რა. ნიკა, რა სითამაშე 5 წუთის წინ დაიწყე მეცადინეობა. მიდი დროზე იმეცადინე და თან ვაშლი ჭამე. აუ, რა ნამუსოები ხართ რა ეს დიდები რა. თქვენ გვაძალებს სწავლას გინდათ რომ კარგი ქვეყანა ვაშენ და მე რა თქვა უდარდელი სიბერე გქონდეთ. აი მე ნიკა სულ ნუწუწუნებ რა. სწავლა აუცილებელია, ხო იცი არა? კარგი რა, იქნებ რა გეგმები მაქვს ცხოვრებაში. იქნებ გაუნათლებელი და შტერმინი და გამოვიდე. რატომ ინგრევთ ოცნებას? ნიკა, აი ამ დელაპარაკში ბუნება ნასწავლი გექნებოდა. აუ ეს ბუნება კიდე ყველაზე ცუდი საგანია რა. გვასწავლა სხვა რა, მაგალითად აიპედი. რა აიპედი? აბა ისიც ოდნავ უფრო გამომადგება ტარაკანა როგორ დაცდო, აიპადი როგორ გამოვიყენე. ნიკა, რა აღარ შემილია შენი წუწუნის მოსმენა. ავალ ოთახში დავალაგებ, რო ჩამოვალ გაკვეთილებს ჩამაბარებ. აუ ეს მათემატიკა კიდე რაღაც მინდა რა. ისედაც ვიცი რომ 2 × 2 4-ია. ნიკა, რა შვები? მეცადინეო? რას მეცადინეო? უი, ელენე წავიდა უკვე? სამსახურში წავიდა? უი, ლაშაც წავიდა. შენი გაკუნებდი ხო? კარგზე ხო? არა, თეკლა რა. ნუ მიშლი ხავს, სწავლო. კარგი, შენ რა გენაღლება, შენ ლექტორს მაინც უყვარხარ და მე თავი როგორ მოვაწონო გელა მასწავლებელ. აი შავი სმოკინგი ძალიან მოუხდება. ვაიმე, ჩემი დათუთა, ჩემი ზღარბუნია, ჩემი დიანა, სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მე კიდე შენთვის სიურპრიზი მაქვს. მოდი. აი ლოგინდა პატში. მოიწე ესეც უნდა მაჩხო. რატომ ეს ისედაც ხომ აქვს? იცი ლაშნა სანამ არ დავითაყვე, არ გითხარი. და ჩვენი მეჯვარე იქნება ჩვენს ქორწილში. რა? ხო? სპარტაშოვის ლაშა რო იცოდე მე და ძიკო უკვე მოვილაპარაკეთ ქორწილის საორგანიზაციო საქმეებზე. რა ძიკო, რა მოილაპარაკეთ რა საორგანიზაციო. ეხლა იცი რა, სუფრის ფერი უკვე ავარჩიეთ. ხო, აი შენ დაათვალიერე. დაათვალიერე მე მანამდე ტკბილეულს მოგიტანთ ბიჭებო. გამაგიჟებ რა, შენვე გამაგიჟებ რა, გადამრევ ჭკუიდან რა. რა იყო ლაშა რა, ხო არ გეწყნა სუფრა უშენოთ რო ავარჩიეთ რა? სიძი არჩიეთ უჩემოთ და შენობა მავიდი ხა. მისი შეხედე ლაშა, დასახლია შეხედე, ნახე რა, მაგრამ ესეთი სახლი ცხოვრებაში არ მინახავს ლაშა. მომისმინე ციცუთი. ეხა მაინც მაკონტროლე რამე არ მოვიპარო, გაიგე? რა უნდა დაკონტროლო პატარებს ლაპარაკობ, ჰა? ეს რო აი აქ რო დავდო. წელი რო შემოვა დაინახავს ვითომ? ლაშა. რა გინდა? მომი დიანა სოლად რომ მოიყვან, აი ამ შანდლებს შენ სახში ხო გამიცვლი? რა გინდა, გარაჟ დაგიმატე ბიჭო, მეტი რა გაგიკეთე. რა შანდლები, პატა, რა შანდლები, რის შანდლები? ნორმალური ხარ შენ საერთოდ? ლაშა. რა გინდა? რადიატორი. რამე, რადიატორი არ გინახავს? რადიატორი როგორ არ მინახავს, მაგრამ ეს ცხელია ლაშა.
სხვათაშორის მოდი ახლა ერთ რჩევას მოგცემ ისორი. მომისმინე ერთი წუთი როგელ არ დადიხარ დაბნეული. ერთ რჩევას მოგცემ დიანას ცოლად რომ მოიყვან არავითარ შემთხვევაში არ უთხრა ჩემ გვარზე გადმოდიო. პირიქით შენ ადგები და გადახვალ დიანას გვარზე, მე გადმოვალ თქვენ გვარზე და ვიქნებით ბედნიერები აი ესე ჯერა. ნორმალური ხარ შენ ბატა, მე საერთოდ არ მომყავს დიანას ცოლად. და უნდა დავშორდე დიანას. აი წერილი დავწერე აქ მოვიტანე, უნდა დავდო ეხეთის სადგურს და მოვიდეს მე. Ты нормальный хар, достаточно хар. შენ მართლა ნორმალური ხარ. შენ ვერ ხვდები რომ მარტო დიანას კი შორდები, აი ამ ფარტებს, აი ამ შანდალებს, აი ამ სავაძლებს, ამ სას ყველაფერს შორდები ჯომ. ეხლა მართლა რომ დაგჭიჭკნი მე ნახე. მე ამ ყველაფრის გამო ვერ მოვიყვან დიანას ცოლად. ვაიმე სისხლი, ლაშა რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის, მე არ იტყვის იმას რომ ფულის გულისთვის ცოლად არ მოიყვანა, არ იტყვი ან სისხლი არა. ნორმალური ხარ შენ საერთოდ კაცო, დამანებე რა თავი და მიხედე შენ საქმეს, მე ჩემ საქმეს ვიუწევ. მინე ერთი წუთი შედი მაგდებული რა. ლაშა მომისმინე. კარგი შორდები, მაგრამ ცოტა მე მაინც დაშორდი, შეხედე რა სმოკინგს მკერავს ბიჭოს. ბიჭმა დარეკა წიგნების მაღაზიაში რომ გავიცან. აი ვიცოდი რომ დარეკავდა მთელი დღე გული მიგრძნავდა. დარეკავდა, აბა რა მთელი დღე ზარებს უშვებდა. ნიკა მიდი შენ მანდ იმეცადინე. გილოცავ ელენე, რა ორა გითხრა? კარგი შევხვდეთო? აი მე რა მაგარია. თეკლა, ეს ჩავიცვა თუ ეს? რა ვიცი ელენე, ძალიან ცივა და ორივე ჩაიცვი. კარგით, რან უხმოვებთ ხელს მიშლის, მეცადინეობ მე. ნიკა, დედიკო, შენ დღეს მთელი დღე მეცადინეობ, მიდი ადი ოთახში ითამაშე, წადი. მართლა? ხო, მართლა. აუ, იმას რო ნახავ, გადაიცი და უთხარ რომ ნიკას ძალიან უყვარხარ თქო. თეკლა, აუ შენ შეხვდი რა იმ შენს ლექტორს. პაატასაც დაივიწყებ, თან წარმოიდგინე საღამოს რამდენი რამე გვექნება ერთმანეთისთვის მოსაყოლი, უბა. არა ელენე, არა, ეხლა დავშორდი პაატას და ჯერ ვერ შევხვდები ვერავის, ხო ხვდები? ხო, რა ვიცი, ერთად რო იყავით, მაშინ ხვდებოდი და ეხლა რა პრობლემაა? ხო, კარგი თეკლა, მაგრამ ეს? ელენე, ისე ერთხელ შეხვდი იმ ბიჭს და ესეთი რა ქნა თავი რომ მოგაწონა. არაფერი, თეკლა, ისე მომწონს უბრალოდ საინტერესო ადამიანი, თორე ხა პატარა გოგო ხო არა ვარ რომ ერთი ნახვით გავგიშდე არა. ვაიმე თეკლა, ის იქნება. თეკლა, მომისმინე? როგორ უპასუხო? ალო? 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 ლაშა დამაცადე და დაგირეკავ მერეო. ხო, ელენე, პატარა გოგო ხო არ ხარ რომ გაგიჟდე? თეკლა. ლექტორი. ბიჭებო, მირთვით. ლაშუნა, იცი, პაატას ჩვენი სახლი დავათვალიერებინე, ყველაფერი ძალიან მოეწონა, მაგრამ აი ეს არ მიჩვენებია პაატა. მე დავხატე მოგწონს. არა. მომწონს. კი. პრინციპში ეს ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტა ლაშაზე. ხო. კი. ლაშა სადარი. გახვალ თუ არა მარცხნივ. გავალ თუ არა მარცხნივ. დიანა. ხო. შენთან სერიოზული საქმე მაქვს. ლაშა მოდი რა განახო ლაშა. ესა, ხო. ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მოიცა რა დრო საქმეა. აი ამაზე სერიოზული ვერ იქნება. მომისმინე ლაშა, როგორ ფიქრობ? ტორტი წითელი ალუბლებით მორთო თუ მწვანე კივით, ამაზე მნიშვნელოვანი როგორ იქნება ეხლა რამე საქმე, მაგრამ ვიცი რა დიანა, მე მაინც სიცილიც დავწერე და მინდა რომ შენ წაიკითხო. სასიყვარულო ფიცია. ვაშუნა, იცი მეც დავწერე. და მე საფურთხეველთან მოვუყვეთ ერთმანეთს და შევადაროთ რომელის აჯობებს, მაგრამ აი ხლა ამის დრო არ არის.
მითხარი ხა როგორ ფიქრობ ვარდები გვინდა თუ მიხაკები აი მიხაკები ალბათ უფრო დიკო ბოდიში ლაში ერთი წუთია დიკო ბოდიში ბიჭო უგეძახდი რატო არ მოხვდი ისეთი მაგარი ტუალეტია რომ მომერიდა და გამოვედი ლაშუნა ბაჭია როგორ ფიქრობ აი 200 მტრედი საკმარისია აი ესეთი თუ სხვა და უფრო მეტი აი რა იყო ხალხო ჩირთა ქორწილი გაქვთ ლაშა ხო იცი ჩვენი ქორწილი იქნება თბილისის ზღვაზე მე იახტით შევცურავ ზღვაში მართლა რა ორიგინალურია ახლა წარმოედგინე რა რომანტიკული წარმოედგინე ქორწილის მერე რო ერთად რო გაცურავთ თერქიდან ვაკეთილისკენ სადაჟეს მე და პატას აზრები ემთხვევა ერთმანეთს რა კარგია ესეთ მეჯორი რო გეყოლებ ძალიან შენ რაღაცა შეწუხებული ხარ დაღლილი ჩამხარ ნუ ღელავ მე და პატა ყველაფერს გავუკეთებთ ორგანიზაციას არა პატა ხო ძიკო მე მგონი სამზარეულოში მაცივრის კარი დამრჩა ღია საშინელი არ დარჩებოდა დიანა ეხლა მე არ დარჩებოდა სარაცხის ფხვნილი დამზადებულია საქართველოში გამოიყენება როგორც მანქანით ასევე ხელით რეცხვისთვისაც აუ ხალხო რას მიშვებით რა რასაც წავიკითხავ ყველაფერი სასწავლო მგონია და ვიზეპირე ნიკა ნუ მაიმუნობ მიდი იმეცადინე ვიმეცადინე მე უკვე ისტორია როგორ იმეცადინე როცა აი აგდებს მაგიდაზე უი ბუნება მისწავლი კარგად თეკლე რა ქენი ელაპარაკე შენ ლექტორს ელენე აი ხლა ველაპარაკე მე რაო არაფერი გამომივლის და სადმე წავალთ ვაი მე თეკლა ის იქნება როგორ უპასუხო ალო კი მახსოვს დღეს რომ უნდა შევხედროდით კარგი თუ აუცილებელი საქმე გამოგეჩნდათ სხვა დროს იყოს რა ელენე არ მცალია სხვა დროს იყოსო ანუ აღარ ხვდები იმ კაცს არა აუ ანუ აქ უნდა იყო და მიყურო როგორ არ მეცადინეო ხო ნიკა მიდი ახლა დროზე იმეცადინე აუ ამდენს რა ისწავლის აუ რა ვქნა ახლა მე ხო აი ელენე რატო დამარეკინე იმ ჩემ ლექტორთან შენ ახლა იწუწუნებდი რომ იმ კაცმა არ გამოგიარა მე ვიწუწუნებდი რომ პატას დავშორდი ნიკა იწუწუნებდა რომ სამეცადნო არ აქვს და ვერ მეცადნებს და ერთ ამას საკამოს ვაჩუქებდით ერთმანეთს კარგი რა თეკლა რა ტყუილად მომემზადე შევალ მე აბაზანაში აუ საწყალი დედა 2 საათი იმისთვის იკეთებდა მაკიაჟს რომ აბაზანაში შესულიყო კარგი მე გადავხედავ იმას უნდა მოვიდეს უკვე ნიკა გააღე მე ქართულს სწავლობ ამცალია ლექსიას ისტორია ხნიკა რა ვაი ნიკა ეს ბიჭია რა მაგარია ნიკა სიურპრიზი გამიკეთე გამარჯობა ელენე მე შენ სახლი არ ვიცოდი და შენ თან როგორ მოვედი გამარჯობა ელენე გაიცანი ეს ჩემი ლექტორია ილია თეკლა გაიცანი ეს ის ბიჭია მე რომ გეუბნებოდი მართლა მაგარი სახლია ლაშა ძმაო რა ძალიან მაგარი სახლია რა ყველაფერი მაგარი შეხედე ნახე ჩუსტებიც რა მაგარია შეხედე ნახე რა მაგარია
ყველაფერი მაგარია. სად ნახე იქ ჭუსტები პაატა? ის არის საძინებელში დიანასთან იქ კარადაში. გინდა მოგიტანო, წავალ მოგიტანო. უნდა მომიტანო. შენაც გთხოვე გააკეთე. ლაშა მომისმინე ერთი წუთი. მე მაინც გირჩევ რომ გადაიფიქრო. კარგად დაფიქრდი, ნახე რა სახლია, რა ვისკია, რა ჩუსტებია, შეხედე. რა ჩუსტები, რის ჩუსტები პაატა, რაც გთხოვე გააკეთე. გავაკეთე, ხო? ავდექი და შევიტანე ის წერილია თუ რაღაცა და ტუმბოს თავზე დავდე დიანა საძინებელში და მივადა ნახავს და წაიკითხავს ალბათ. ხო, ძალიან კარგი იმედია ნახავს, წაიკითხავს და დალაგდება ყველაფერი, აღარ შემიძლია ამის ატანა რა. თვითონ დიანას აწავიდა. ან ეს რა არის გაშლილი? არ ვიცი, ტელეფონზე დაურეკეს და გავა და გავიდა და მალე მოვალ ვარ მოიწყნო. თუ მოიწყნე შენც რა. ლაშუნა. ზიგო. სტუმრები ყავს. ოხ. გამარჯობა. ხო, აი ეს არის ჩემი ლაშუნა. ზუსტად ესეთი წარმომედგინა. გენაცვალე. ძალიან საყვარელია. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ლაშა. ხო, რა, ბარემ წამიჩით პომადა. გამარჯობა, მე პაატა ფერაძე ვარ, ლაშას მეჯვარე. გამარჯობა პაატა. გამარჯობა. ლაშუნა, პაატა ის ჩემი დაქალები არიან. დაბძანეთ. ხო. დაბძანეთ. ნანა უსუფაშვილი და ფიქრია ხიდაშელი. ლაშა რა არის რა მეგვარებია. რა მეგვარია, სადაქალო თუ კოალიცია თუ რა. აი როგორ მიხარი ესეთი დნიერს რომ ხედავიცი. მე ბრწყინავს რა. ნამდვილად რა. ლაშა, მოგვიყევი რა ეს თავდავიწყებით როგორ შეკიყვარი და მოხის. ხო, რა ვიცი აბარა გითხრათ ისა დიანა შენ მოუყევი გოგონებს. გოგოებო იცით მე სანამ ლაშუნას გავიცნობდი უკვე მიყვარდა. ვაი მე და ლაშა შენ მოუყევი ლაშა. დაჯექი პაატა და შენ მოუყევი გოგონებს. ნუ ესეთი მორიდებულია ესეთი მორცხვი მყავს. არ მინდა ეს ისა. მე მორიდებული ვარ მართ. დავლიოთ. მოდი და მე ვიტყვი. კი ბატონო გძალეთ. კარგი. ჩემო დიანა, ჩემო ლაშა. მე ლაშა შენ უკვე ჩვენი ხარ. აი ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯვა. იხარეთ. იმრავლეთ. ტიპეთნიერ. გაგიმარჯვეთ აი გოგონებმა ისე ულამაზესად ხასუსო გოგონებმა ისე ულამაზესად წარმოთქვეს ეს ადრეძოლო რომ უფლება არ მაქვს რომ არ შეუერთდე. ხო. მოკლედ გავუმარჯოს თქვენ ნათქვამს ეხლა კი აბა მოემზადოთ ყველა ერთად. გორკა. კარგი, მეგობრებო, ძალიან მართლაც მოგავაწითლებთ ახლა ჩვენ მეგობარს მართლაც მოგავაწილებთ ამას ის ეყოფა ქორწის ქართული რო უნდა ისეკოს. დიანა არაჩვეულებრივად ცეკვა. მართალია? სხვათა შორის მეც არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული მონაცემები. არ გჯერათ? გინდა გავირეპეტიციოთ? ეს ხო საუკეთესო. უნდა გავირეპეტიციოთ? უნდა გავირეპეტიციოთ. დავიდა. წერილი დაგიტოვეთ ტომბოზე და იქნებ შეხვიდე და წაიკითხო. ლაშუნა, აი ახლა? კი, ახლა სანამ კიდევ უარი სისულელები არ მიკეთებია. კარგი ლაშუნა. ახლა წავალ. გოგოებო უკაცრავად ერთი დაწავ.
ლაშა მოდი ჩემო კარგო ლაშიკო მე დაფიქრიას ძალიან გვიყვარს დიანა ნამდვილად რა ჩვენ ერთი რამ უნდა გითხრა ეჭვი მაქვს რომ დიანა ამას არ გითხოდა ხოდა ჩვენ უნდა გითხრათ ნამდვილად რა მოკლედ ერთი წლის წინ დიანას ერთი კაცი შეუყვარდა ის ეუბნებოდა მიყვარხარო საგზაგი სოლადაც მოგიყვანო ბოგანო მოკლედ ზუსტად ქორწილის წინა დღეს უთხრა გატყუებდიო არც მიყვარხარო და სოლადაც არ მოგიყვანო საზიზგარი მატალი წერი აბა ისე დღეში ჩავარდა დიანა იმდენი ნერვიულა თავის მოკლასაც კი აპირებდა არა სასწრაფო რომ არ მოსულიყო რაღაც უბედურება დატრიალდა ვაიმე ლაშა შენ ხომ ნამდვილად გიყვარს ჩვენი დიანა კი ძალიან კი დამძანდი თქვენ მოდიან პატა კი პატა დავიღუპე ბიჭო დავიღუპე ხო რა ვქნა დაიღუპე აი შენი წერილი აი გიქნა უკვე ჯერ არა აი ხოდა ეს რა გააკეთე ლაშა ეხო დენის ქვითარი იყო შენი წერილი ეხო რა წავიკითხავ გოგოებთან დასამალი არაფერი არა მაწერილია აბა შენი თვალები ალმასებია შენი პუჩები მარწყვები გაზაფხულია შენი ღიმი შენ დგომა აღაწვევი ლექსი მომიძღვა როგორ გამიმარჯვე ეს ხო ეს ისე ექსპრომტად თხზავ ხოლმე და ლაშიკო ხო გითხარი ძალიან მაგარი სახლი აქვს თქო ხო არაფერი შენ რო დიანას მართლა დაშორებოდი იცოდე მე მოვიკლავდი თავს არ მადლობა ისედაც ხზავდა პრობლემა არ არის კარგი მადლობა მაინც გეტყვი მადლობას კარგი რაც არია სვავთ დილამდე აბა წადი ჩუსტები მომიწევს ჩუსტები ყველა რომელი აი სასო პავლიაშვილის პაროდიას რომ აკეთებ ის აუცილებლად შენია ლაშა შენია ეს მომენტი შენია მაგარი კარგი ხო უცხო ქვეყნის მადლიერად მინდა მე ჩემს ხალხს ვერშეველები მომენატრება ჩემი მთაწმინდა თბილისი და თბილისელები მალე შენსკენ გამოგვინდები გული ელავს მღელვარებისგან ჯესტო მილებით სახლში უბრუნდები შენი ნახვა ისევ მეგისა შენი რეკორდი გავაუმჯობესე. რა მე 6 ცოლი მოიყვანე? არა, ერთი ჩიტით გავანადგურე ეს კოშკი. ხო, ისე მეც გავაუმჯობესე ჩემი რეკორდი.
კი 13 ყიყნიყო შევჭა მოდი ნიკა რა ქენი? ელენე ვერ გაიგე მოვიდა. მოიწერა დღეს გამოცდა ქონდა. ჩავაბარე. ხოჭა. მაგარი ხარ რა, მაგარი. ვაშაბიძია, ვერ წამოგინ 6-იანები მივიღე. 6-იანი არა. ყოჩა. ვაშა მე ვერ ვერკვევი და 6-იანი ანუ კარგია? აი ჩვენ დროს რო 3-იანი მინუსით იყო დაახლოებით. ყოჩა, ნიკა, ყოჩა. გეუბნები გენიოსი მყავს ეს ბიჭი და არ გჯეროდა. აი გამოსტები ხო ჩავაბარეთ, ხა ხო არ გჯეროდათ. ხო და ეხლა ლეკვი მიყიდეთ. ესა, ელენე. მიდიეთ საის 3 ყიყლიყოც გამოიღება. ნიკასია. ხო, გამოიღება. ვაშა.